გადაწყვეტილება მივიღეთ მე და ნანიმ, რომ ნანის ბიჭი უნდა გადმოვიდეს თორნიკესთან საკანში. რკინის კარებზე დააბრახუნეს, სტუმარი ვინ aqavsო, ერთი კითხეს და დამთავრდა. თქვა რომ მებუტები ხოლმე? თქვი. კვერცხებს რო შევღებავდით, მე არასოდეს არა უმილაგებია, ამას აკეთებდა გიორგი. დაბადების მოწმობაში არ გიწერიაო დედად, არაფერი უფლება არ აქვს და ვერ შემოვლია. სად დაუკრატაში ისეთი სასამართლო იყო. სად დაუკრატაში ვერ ხვდებიო. ყოველდილავს წერ გიორგის ასე წერილს. მამამისი მონატრებამ რო გატეხა ისის დაუწერა. და დღეს სასამართლოზე ვწერ. ამას ეხლა მომერიდა თორე დავკოცნი ხოლმე და ისე ჩავდებ. ის დაკოცნი ხელს ხომ მოკიდებს მაინც მერე. ბატონო გავთ აი ეს წამში ოღონდ ძიმითი კომპიუტერით და დღეს პროცესზე კითხავთ გიორგის რამდენიმე კითხვას რა მოლოდინი გაქვთ რა ოღონდ ეს წამი ტექნიკურად გავსწორდები კი ბატონო პირდაპირ გეტყვი ვიცი რომ სასამართლოზე ამ სასამართლოზე არაფერი რო არ იქნება ეგეც ვიცი არც ნერვიულობ ამ ცრუ მოწმეებზე არაფერზე არ ნერვიულობ ეხლა ვემზადები და მივდივარ იმისთვის რომ ჩემს საყვარელ შვილს უცქირო მეტი არაფრის მოლოდინი არ მაქვს. გიორგი არის ზუსტად სადაც ეხლა ჩემი სახლია და ვიმყოფებით კარის მეზობლის ბავშვი იყო. დღესაც არის ეგრევე ძახი, გვარიც არ შემიცულია დღესაც. თქვენ გადიხართ თუ ის? ძალიან დუხჭირი ცხოვრება იყო, მარტოხელა დედა იყო დედამისი. მე და ჩემ კედლის მეზობელს იმდენად გვიყვარდა ეს ბავშვი და თვითონ ისეთი საყვარელი იყო პატარა. თითქმის იქ ვიყავით და ვეხმარებოდით გაზდაში. დედამის ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს მოუწია საზღვარგარეთ წასვლამ. გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და მაგას მაშინ დიდი თანხა უნდა და ვერც ოპერაცია მოასწრო და ვერც ვერაფერი გარდაიცვალა 32 წლის გიორგი იყო მეხუთე კლასში. მე ჩემი ბიოლოგიური შვილი არ მყავს. მაგრამ ბიოლოგიური შვილიც არის სულიერი, ხორციელიც, ყველაფერი ოცნების ბიჭია გიო ჩემი. წლისა და 8 თვის შემოვიყვანე გიორგი და იმის მერე არის დედიკოს. გიორგი მინდაძე, ნინო გალუსტაშვილი, მეორე დარბაზი. გიორგი 29 ნოემბერს იყო აქციაზე, 30 ნოემბერს დილით ადრე მოვიდა სახლში სველი, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩემი გასვლის დრო იყო სამსახურში, დაწვა დაიძინა, მამამისი რომ მოვიდა სამსახურიდან 6 საათზე, გააღვიძა გიორგი და ახლობელმა წაგვიყვანა მანქანით წილკანში, იმ ღამეს იქ ვიყავით. კერძო სახლია, ჭიშკართან არავის არ დაუძახია და რო შემოვიდნენ სახლში, რკინის კარებზე დააბრახუნეს, სტუმარი ვინ aqavsო, ერთი კითხეს და დამთავრდა. პირდაპირ შემოვიდნენ სახლში. გამარჯობა, როგორ ახლა? გაიხარ. გიოს ფოტო გადაუღეს, ვიღაცას გადაუგზავნეს, ჩაკიდეს ხელი და რაღაცნაირად გაიყვანეს. არც დადგენილება ყოფილა, არც არაფერი, ორს ფორმაც არ ეწვა, ერთს ჰქონდა მოცმული გარედან პოლიციის რაღაცას რო იცმევენ ეგ. აკაიახია. როინი ისე მახარებს მე ხოლმე, კადრი არ გამომიტოვოთ. აუ როი მოდი გაჩერდე. აი ამები ხო გადავიდე.
არიცით რა დევს? გიოჟინსი შარვალი იქნება დღეს მოწმეები. რო არჩევენ ახლა ქოცები და ნაცები, არც ერთი მხარეს არ იყო, გიორგი იყო, სამართლიანი საქართველო უნდოდა და უნდოდა დამოუკიდებელ ბედნიერ საქართველოში ეცხოვრა ევროპულ ქვეყანაში. თუ ჩვენი მთავრობის ხალხის შვილებს უნდა სწავლა განათლება, ჩვენ შვილებსაც უნდა გლეხების შვილებსაც სწავლის უნდა. სად გითხრათ, მადლობა, აღარ ვიცი უკვე რა. არაფერს არ გეუბნები კაცო, რა ვქნა. შენი პროფესია. დრო მოვა და მე შეიძლება სხვანაირად თქვა. სად დაუკრატაში ისეთი სასამართლო იყო. სად დაუკრატაში ვერ ვხვდებიო. ეს ახლა მე რასაც ვაკეთებ, ეგ იყო გიოს უსაყვალესი პროცესი. კვერცხებს რო შევღებავდით, მე არასოდეს არა მომილაგებია, ამას აკეთებდა გიორგი. მერე ნაჭერს დაასველებდა ზეთში, გააპრიალებდა, მწვანილებში შეახვევდა, ხოლმე დახატავდა. ეხლა დაუშვიათ ეს კანონი 24 საათი ოჯახის წევრს, დედას, მამას და ძმას შეუძლია დილას მივიდნენ საკვებით და დილიდან მეორე დილამდე ერთად რო იყონ ციხეში პატიმართან ერთად ცალკე გამოყოფილი კოტეჯი ქონიათ. გადავხედეო სოციალურმა დაბადების მოწმობაში არ გიწერიაო დედად და ამ შემთხვევაშიო არაფერი უფლება არ აქვს და ვერ შემოვლია. არც მიშვილებია ოფიციალურად, იმიტომ რომ არ ჩამითვლიათ შვილს, რომელსაც 32 წლის დედა ახალგაზრდა მოუკვდა. მერე რა იმასთან რო არ გაზრდილა, იმ დედამ ატარა 9 თვე. ქონოდა იმის გვარი. ძიმათა ხალხია? აჰა. რიგი დიდია ნარგიზი? რიგი დიდია, მაგრამ შენი იგი აქვს აღებული და დადის ისე მალე გიგანდის, მაგრამ არც ისე ძალიან, მაგრამ არც ცოტა. მარიზი მოსულია? აი, მოვის. აჰა. მოვალ მალე მოვალ. მარიამმა დამიტოვეთ ადგილი. მარიამის მოდი. ისეთი დღე გაგვითენდეს, რომ ელა ერთად რუსთაველზე ხოცი როგორ ვიყო. ამინ. ხო მითხარ ჩაგეფუნჩხებიო, კიდე ჩამეფუნჩხებიო. ჩაგეფუნჩხო. კი. მოდი ჯენი. მოგივიდათ ნანულა, მოგივიდათ. მარიზა, ნარგიზა, ნანულა. აბა, ძალა ერთობაშია, ძალა, აი ასე ვარ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. ნამდვილად. თქვა რომ მებუტები ხოლმე? თქვი. რატომ? იმიტომ რომ დილით თუ დამაგვიანდა დარეკვა მებუტება. ეხლა კიდე გადაწყვეტილება მივიღეთ მე და ნანიმ, რომ ნანის ბიჭი უნდა გადმოვიდეს თორნიკესთან საკანში. ხო. არის შესაძლებელი, რადგანაც გიორგი ინდივიდუალურად არის და თორნიკეს ჯგუფში არ არის. მოითხოვა თორნიკემ და გიორგის მოითხოვა და გადმოვა, მე მგონი გადმოვლენ ერთად იქნებიან რა. იმის გამო რომ თქვენ პრობლემები შეგექმნათ ნახვის. თუ არ გეგმავთ რომ ოფიციალურად იშვილოთ გიორგი?
არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც ოფიციალურად ჩვილობის, არც არაფრის, ეგ გვარიც არ მიშლის არაფერს. აი ნახვის მომენტზე დოკუმენტაცია თუ მოითხოვა, ისე გავაკეთებთ ალბათ იმედია. სხვა რა გზა დამრჩენია. თუ მიუსაჯეს, მე გიოს გარეშე ვერ გავძლებ და უეჭველი უნდა გავაკეთო.